Შალომ, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვიმყოფებით მზიან აჭარაში, მზიან ბათუმში. თუ ასე შეიძლება ამას ასე დაერქვა, სადგანაც აქ სულ წვიმაა. რამდენჯერაც არ უნდა ჩამოვიდე, სულ წვიმა ხვდება. და სიმართლე გითხრა, ვერ გავიგე, როდის არის აქ ნორმალური ამინდები. მაშასე დღევანდელი თემა, რომელიც მე მინდა გესაუბროთ, რომელიც მეგობარმა დამისვა და ვეცდები ძალიან მოკლედ დაგისვათ, გიპასუხოთ ამ იმაზე, გიო. შენს გუშინდელ კითხვაზეა ეს პასუხი. პავლე მოციქული, როდესაც ამბობს, ცოდვის აზღაური სიკვდილია, როგორ გავიგოთ ეს თემა და როგორ შეიძლება ახალშობილმა, ღმერთისგან შობილმა ადამიანი, რომელსაც იოანე წერს, არ ცოდავს. მე ერთი თავის შემდეგ ამბობსო, ნუ რა ვინ ტყვის მოიტყუებსო, ის არ ცოდავსო, ყველაც ცოდავსო. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო კითხვაა, ჩემო მეგობრებო და მინდა ამაზე ძალიან მოკლედ გიპასუხოთ. არ დაგრებ დიდად ტერმინებით. უბრალოდ მე გაგაცნობთ ებრაულ შეხედულობას, რომელიც გამომდინარეობს აგრეთვე ბიბლიიდან. ბიბლიაში ჩვენ ვხედავთ ზუსტად ცოდვის 4 კატეგორიას. პირველი კატეგორია ეს არის ხეთ. ხეთ, ბერძნულად ითარგმნება როგორც ხამატრია. ეს არის მიზნის აცილება. მიზანს აცილება. ეს არის ცოდვა ადამიანი, რომელიც ცდება. მიდის რაღაც მიზნისაკენ და გადაუყვებს. ეს არის მიზნის აცდენა. მეორე კატეგორია ცოდვა, ეს არის ავონ. ავონ ეს ნიშნავს შინაგან სიბილწეს, შინაგან უკეთურებას. ანუ შინაგანიდან გამომდინარე ცდომილება. ანუ ბოროტი ფიქრები, ბოროტი აზრები, ცუდისაკენ მიდრეკილება. ეს არის ავონ. ეს ცოდვა, რომელიც მოდის გულიდან. აქედან ყველაზე მძიმე არის ფეშა. ფეშა ეს ნიშნავს შეგნებულად ჩადებული ცოდვა. ადამიანი, რომელმაც იცის რა არის ჭეშმარიტება, რა არის კარგი, მაგრამ ის მაინც მიდის ბოროტისაკენ და აკეთებს ბოროტს. ფეშა ეს არის ამბოხი. ამბოხი ღმერთის წინაშე. მეოთხე კატეგორია ცოდვა ეს არის აშამ. აშამ ნიშნავს ცოდვას, რომელსაც სჭირდება ანაზღაურება. ანუ ეს ცოდვა, რომელიც შენ დააშავე შენი მოყვასის წინაშე, შენი ახლობლის წინაშე და ამ დანაშაულის შემდეგ მან მიიღო რაღაც ზიანი, ან მორალური, ან მატერიალური. ეს არის ცოდვა, რომელიც უნდა ანაზღაურდეს აუცილებლად. ამ კატეგორიაში შეიძლება შედიოდეს ქურდობა, შეიძლება შედიოდეს სხვადასხვა რამე. ანუ ეს ცოდვა არის ის, რომელსაც ნიშნავს, რომელსაც სჭირდება ანაზღაურება. გამოსვლის წიგნის 34 თავის მე-7 მუხლში ყველა ეს კატეგორია მოხსენებული. ღმერთი, რომელიც პატიობს ხეთს, მიზნას აცილებას, რომელიც პატიობს ავონს, რომელიც პატიობს ფეშას, რომელიც პატიობს აშამს. ანუ 4 კატეგორია ცოდვაა. როდესაც პავლე მოციქული ლაპარაკობს ცოდვის საზღაური სიკვდილია, პავლე მოციქული აერთიანებს ამ ცოდვას ერთ კატეგორიაში და ამბობს სიტყვა ხამატრია, ანუ იგივე მიზნის აცილება. მაგრამ აქ პავლე მოციქული იყენებს მხოლობით რიცხვს, შეამბობს ამას და ძალიან ბევრს გონია და ეს ბუნებრივიცაა, რომ ადამიანმა იფიქროს, რომ პავლე მოციქული კონკრეტულ ერთ ცოდვას გულისხმობს. ანუ კონკრეტული ერთი ცოდვის ჩადენა შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. ეს ასე არა, მეგობრებო. პავლე მოციქული როდესაც ამბობს ხამატრიას, ის ამბობს ცოდვის ბუნებას. იესო ქრისტემ ჩვენ გამოგისყიდა არა მარტო ამ ყველა ცოდვებისაგან, არამედ ცოდვის ბუნებისაგან. და ამიტომ ამბობს, თუ ადამიანი იმყოფება ამ ცოდვაში, ამ ცოდვას საბოლოო ჯამში მიყავს სიკვდილისაკენ. ესე უნდა გავიგოთ ჩვენ პავლე მოციქული ეს სიტყვები და არა მარტო მაგალითად თუ ადამიანი მორწმუნეა და აგერ უცებ რაღაცა შეეშალა,
მე არ ვამბობ შეგნებულად ამბობს, არამედ ისეთ შეცდომას ვამბობ, შეიძლება ეს აშამი ან რაღაცა გულით გაიფიქრა, რაღაცა ავონ, რაღაცა ცუდი გაიფიქრა, ან მოატყუა ვიღაცა, ან რაღაცაში გამოიჩინა სისუსტე, ამის გამო ის უკვე წავა ჯოჯოხეთში და ესეთ რაღაცა. ეს ასე არა, ჩემო კარგებო, მაგრამ ამაში თუ იზდარჩება, საბოლოო ჯამში წავა სიკვდილზე. ამას გულისხმობს პავლე მოციქული, ჩემო კარგებო, და ეს დეფინიცია უნდა ჩვენ უნდა განვასხვაოთ. როდესაც ჩვენ პავლე მოციქულის წერილებს ვკითხულობ, ჩვენ ყოველთვის პავლე მოციქულის სიტყვები უნდა გავიგოთ კონტექსტიდან. კონტექსტიდან გამომდინარე, ეს არის პირველი გასაღები პავლეს წერილების გაგების. რომ პავლეს წერილები რო გაიგო, ადამიანმა უნდა იცოდეს ძველი აღთქმა ძალიან კარგად, როგორც გამოცხადების წიგნში უნდა ვიცოდოთ ჩვენ, რომ გავიგოთ გამოცხადების წიგნის ძველი აღთქმა, ასევე უნდა ვიცოდოთ ჩვენ პავლეს წერილები გავიცნოთ ძველი აღთქმა და აგრეთვე უნდა ვიცოდეთ იმდროინდელი იუდაიზმური კონტექსტი. რას ასწავლიდა იმდროინდელი იუდაიზმი, რას ნიშნავს ეს მისი სიტყვები. და კიდევ ერთი გასაღები, რომელიც მე მინდა დღეს მოგცეთ, ეს არის პავლე მოციქულის სიტყვები, როდესაც პავლე მოციქული ციტირებს ძველი აღთქმის ტექსტს, ის არ გულისხმობს კონკრეტულ იმულს. ყოველთვის დაიმახსოვრეთ, რაბინები, როდესაც რაღაცას ციტირებდნენ, ისინი ყოველთვის ციტირებდნენ მთლიან კონტექსტს იმ მუხლში, სადაც არის ნახსენები. მთლიანი არსი უნდა გაიგოთ იმ კონტექსტის და შემდეგ უნდა მიუსადაგოთ იმ პავლეს იმ სიტყვას, რომელსაც პავლე ლაპარაკობს კონტექსტში. აი მაშინ ხდება პავლე მოციქულის გაგება სწორად, რამაც შეიძლება ჩვენ მერე შემდეგ დაგვეხმაროს უფალთან სიარულში სწორად და მართებულად. ეს არის ის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მე მინდოდა დღეს მეთქვა. მას ასე 4 კატეგორია ცოდვის. ეს არის პირველი ხეთ და საერთოდ ყველა ამ 4 კატეგორია გვია საერთოდ ხეთ, ანუ მიზნის აცდენა, მაგრამ ამაში არის კიდევ იყოფა 3 ნაწილად. ეს არის ავონ, შინაგანი სიბილწე, შინაგანი გამრუდება, ფეშაატ, ეს არის ადამიანი, რომელიც უკვე ამბოხშია უფალთან მიმართებაში და მან იცის ჭეშმარიტება, მაგრამ მაინც ამბოხის გზას ადგას და ძალით იმაშო. და ამაზე ამბობს სხვადასხვა პავლე მოციქული ებრაელთა წერილებში, რომ ესეთმა ადამიანს ჯობია არ შეეცნო იესო ქრისტე, რადგან თუ ესეთი ადამიანია დარჩენილი და ის ამბოხშია, ის არის უკვე ურჯულოებაში. ანომია, რასაც ქვია ბერძნული სიტყვა, ეს სხვადასხვა ურჯულოებაც აქედან არის ანომია, რჯულის წინააღმდეგ წასვლა. ყველა ეს ცოდვა, ჩემო კარგებო, ეს 4-ვე კატეგორია გადის ანომიაში, ანუ რჯულის ურჯულოებაში. ყველა ეს 4 კატეგორია. ეს არ გეგონოთ, რომ მარტო ხედ გადის, მიზნის აცდენა გადის ურჯულოებაში და რჯულის დარღვევაში. ყველა ეს 4-ია არის ურჯულოება და რჯულის დარღვევა. ჩემო კარგებო, რო იცოდეთ. ხო და ამიტომ მორწმუნე ადამიანმა თუ თქვათ მორწმუნე ადამიანი და ის იმყოფება იმ პროცესში, რომ ის არის ამბოხში უფალთან, ამ ადამიანის გადარჩენის საკითხი ძალიან დიდი კითხვის ქვეშ დგება. მაგრამ ადამიანი, რომელიც მორწმუნეა და უნებლიეთ შესწოდა, უნებლიეთ ვიღაცა ზიანი მიაყენა, სისუსტე გამოიჩინა, შიში გამოიჩინა, ან რაღაცა ცუდი იფიქრა ეს შინაგანი სიბილწედან გამომდინარე, რომელიც მას აქვს, იმ ძველი კაციდან გამომდინარე, რომელსაც ჯერ კიდევ ებწვის, ესეთი ადამიანი არ მინდის ჯოჯოხეთში იმის გამო, რომ მას ერთხელ შეეშალა. თავარია ის ამაში არ უნდა დარჩეს. როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ თუ ის დარჩა, მაშინ ამ ცოდვას მოაქვს სიკვდილი. და საზღაური არის სიკვდილი. და სხვადასხვა აქ პავლე მოციქული როცა ამბობს საზღაური, ეს არის ის, რომ ზუსტად გასამრჯელო, ანუ ადამიანი, რომელიც რაღაცას აკეთებს, ამისთვის გასამრჯელოსოც აღებულოს. ეს გასამრჯელო თუ ის რჩება ამ ცოდვაში, მისი გასამრჯელო არის სიკვდილი. ძალიან საინტერესო სიტყვაა. მას ასე შევკრათ ახლა ეს ჩვენი საუბარი, რასაც მე გესაუბრებით, თან პარალელურად ბათუმის ქუჩებს გაჩვენებთ. მე მიყვარს ჩემი ძველი ბათუმი, ძალიან ლამაზი ქუჩები აქვს
ძველ ბათუმს. მოდესაც შევკრათ ახლა მოდი ეს ყველაფერი და ვთქვათ, რომ 4 კატეგორია ცოდვა, ამათგან ყველაზე მძიმე კატეგორია, რომელიცაც ადამიანი მიყავს დაღუპვაში, ეს არის ფეშა, ეს არის ამბოხი. ღმერთის წინაშე წინააღმდეგ წასვლა. როდესაც შენ ჩადიხარ შეგნებულად. ამ ცოდვას სხვათა შორის ადამიანს ისრაელში არ ქონდა მსხვერპლშეწირვა. ანუ ამ ცოდვას ადამიანი მსხვერპლით ვერ გამოისყიდა. და აქედან გამომდინარე პავლე მოციქულიც ამას ამბობს ებრაელთა წერილებში, რომ თუ შენ გეპატია სულ პირველად, სანამ არ იცნობდი ღმერთს, გეპატია ის შეგნებული დანაშაული, სადღაც შენ არ იცნობდი ღმერთს და არ იცოდი, მეორეჯერ ეს ცოდვა შენ აღარ გეპატიება. და მეორე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ჩვენ უნდა კიდევ ვიცოდეთ, ეს არის ის, რომ როდესაც ჩვენ ვკითხულობთ პავლეს წერილებს და ის ამბობს რომელთა წერილებში, რომ ცოდვის საზღაური სიკვდილია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი შეცდომაში დაშვებული ცოდვაში არ დავრჩეთ. არამედ მოვინანიოთ და გავაგრძელოთ გზა. შეცდომები გვექნება, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ცოცხლები ვართ, მომოკვდავი ხალხი ვართ და სანამ ის სრულყოფილი მოვა ჩვენთან და მოიყვანს სრულყოფილებაში, ჩვენ გვექნება შეცდომები. მთავარი ამ შეცდომებში არ უნდა დავრჩეთ, რათა საზღაური არ გქონდეს სიკვდილი. ეს ვიდეო მე თქვენთვის ძალიან მოკლედ მეგობრებო, იმედია გასაგებად თქვი, იმიტომ რომ მე ცოტა მიჭეს ქართულად აზრების გადმოცემა. მე რუსული განათლება მაქვს მიღებული, თეოლოგიური რუსული განათლება მაქვს მიღებული. ამიტომ მე რასაც ვლაპარაკობ, ჯერ რუსულად ვფიქრობ და მე ამას ვთარგმნე ქართულად, ამიტომ ძალიან ბევრჯერ ხშირად ისაც სათქმელი მაქვს, ვერ გადმოვცემ იმას და ადამიანი იგებს უკუღმა. და ამიტომ სანამ გაბრაზდებით და გამიბრაზდებით და წყელვაკულოში გამატარებთ, ელემენტარულად ვკითხეთ მაინც რა, ზრდილობისამებრ. რას გულისხმობ ამა და ამ როცა ამას ამბობ. მაშასე მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააზიარეთ და აკომენტარეთ. მადლობა ყურადღებისათვის ყველას.